აი, მესამე ზარიც გაისმა. ახლა კი მოდით დროს ნუღარ დავკარგავთ. წარმოდგენა იწყება. ერთ პატარა სოფელში წითელქუდა ცხოვრობდა. წითელქუდას ბებიამ წითელი ქუდი მოუხსოვა. ერთხელ ბებია ავად გახდა და დედიკომ წითელქუდა ბებიასთან გააგზავნა. თან კალათში ბევრი გემრიელი სასარგებლო და ნოყიერი ნუგბარი ჩაუდო. ეს ყველაფერი ბებიას ნამდვილად გამოადგება. წითელქუდა სადა ხარ? ეს ბებიას აუგე. მადლობა დედი. წითელქუდამ დედას კალათი გამოართვა და ტყისკენ გაუდგა გზას. წითელქუდა დედიკომ გააფრთხილა, რომ ტყიდან არ გადაუხვიო. წითელქუდა მიდიოდა გზაზე და უყურებდა ლამაზ ყვავილებს და ასე ფიქრობდა, ასეთი ლამაზი ყვავილები არსად მინახავსო. ყვავილი ვარ, წითელქუდასთან თამაში. წითელქუდას არც ასეთი ლამაზი პეპლები უნახავს სადმე. მე ლამაზი პეპელავ და წითელქუდას უნდა ვეთამაშო. ნუ იტყვით და ტყეში მგელიც დასეირნობდა, მაგრამ ყველაზე გასაოცარი იცით რა იყო? რომ მგელი არც რუხი იყო და არც ისეთი საშიში. უბრალოდ ძალიან მოწყენილი იყო. მე ძალიან მოწყენილი მგელი ვარ. ხომ გახსოვთ წითელქუდა დედამ რომ დაარიგა გზიდან არ გადაუხვიო? ეს ამბავი ფერიამაც იცოდა. ამიტომ წითელქუდამ თამაში რომ დაიწყო, ფერია ცოტა გაბრაზდა. როგორ დაავიწყდა წითელქუდას ყველაფერი? დედამ ხომ უთხრა გზიდან არ გადაუხვიო? ბიბიდი ბაბიდი ბუ. წითელქუდა რატომ გადაუხვია გზიდან? ჩვენ უნდა ვიტანაშოთ. მაგრამ წითელქუდამ ფერიას არ მოусმინა და შემდეგ კიდევ დიდხანს ითამაშა ყვავილთან და პეპელასთან ერთად. უცებ სად იყო და სად არა ტყეში მგელიც გამოჩნდა. დიახ, წითელქუდამ იმ ხელახმაზე დაიყვირა ბებო მიშველე, რომ ბებოს მაშინვე დაავიწყდა სიცხეც და წნევაც. იმ წუთას აიღო ტელეფონი და წითელქუდას დედას გადაურეკა. მგონი ჩვენი წითელქუდა საფრთხეშიაო. რაო, წითელქუდა საფრთხეშიაო, ახლა მოვდივარ. და თვალის დახამხამებაში დედაც და ფერიაც ტყეში გაჩნდნენ. ახლა მოვდევნოთ წითელქუდა, ახლა მოვდევნოთ მგელი. გაინტერესებთ მერე რა მოხდა ზღაპარში? რატომ ხარ მოწყენილი? სია. მგელი ძალიან მოწყენილი იყო. ისეთი მოწყენილი, რომ ყველას დაავიწყდა შიში და მაშინვე მგელს შემოეხურნენ და კითხეს: რაო? მშიაო? და უცებ ჩვენი მგლისთვის ისეთი სუფრა გაიშალა? ხომ გახსოვთ წითელქუდას კალათში რამდენი სასარგებლო და გემრიელი ნუგბარი იდო? ხო და ცოტა ხანში ჩვენი მგელი ისეთ კარგ ხასიათზე იყო და ისეთი გახარებული იყო, რომ გადაწყვიტა ჩვენთან ერთად მუსიკალური ნომერით შეესრულებინა. Geli, gel, git kız matraneli çanda.
გადმობილდნენ ჩვენს ზღაპარში წითელქუდა, გელი და მისი მეგობრები. აი ასე დასრულდა ჩვენი ზღაპარი. ახლა კი დროა ერთმანეთს დავიმშვიდობოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს ერთად სათამაშო. ნახვამდის დოდიანა. ნახვამდის დოდიანა. ნახვამდის დოდიანა. ნახვამდის დოდიანა. ნახვამდის დოდიანა. ნახვამდის დოდიანა. ნახვამდის